ჯონ ლოკი არის მოაზროვნე, რომელმაც პირველმა ჩამოაყალიბა თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიის ძირითადი იდეები, რა თქმა უნდა დღეს გაცილებით მეც ვსაუბრობთ იმ დემოკრატიის არსზე, მაგრამ ფაქტიკულად ყველა ძირითადი იდეა უკვე ლოკთან არის მოცემული საკმაოდ ჩამოყალიბებული სახით. ეს ეხება ადამიანის უფლებების კონცეფციასაც, ძირითად მონახავს სამოქალაქო საზოგადოების იდეისა, სახელმწიფოს შეზღუდვის, სახელმწიფო ძალაუფლების შეზღუდვის აუცილებლობას, აგრეთვე აჯანყების ან რევოლუციის უფლებას, ანუ ადამიანების უფლებას დაუპირისპირდნენ ტირანულ ძალაუფლებას, ტირანულ სახელმწიფოს, აი ყველა ეს იდეა უკვე ლოკთან არის მოცემული. ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ ლოკის ეს ტექსტი მეორე ტრაქტატი სამოქალაქო მმართველობაზე ის უკავშირდება ინგლისის ეგრეთ წოდებულ დიად რევოლუციას, რომელიც მე-17 საუკუნის ბოლოს 1688-99 წლებში მოხდა. ინგლისის დიად რევოლუციას ტყუილად არ ქვია დიად რევოლუცია, glorious revolution, იმიტომ რომ ის არის პირველი იმ პოლიტიკური მოვლენა, რომელიც წყალგამყოფია ტრადიციულ მონარქიულ წყობასა და თანამედროვე დემოკრატიულ წყობას შორის. სხვა ასეთი დიდი რევოლუციები, საფრანგეთის რევოლუცია, ამერიკის რევოლუცია, მაგრამ ინგლისის რევოლუცია იყო პირველი, ის 100 წლით უსწრებს სხვა ორ რევოლუციას. ამ რევოლუციის დროს ფორმალურად თითქოს იმდენი რამ არ შეცვლილა, განსხვავებით ინგლისის სამოქალაქო ომისგან არ მოუკვეთია თავი მეფისთვის და სამოქალაქო დიქტატურა არ ჩამოყალიბებულა, ერთი მეფე შეიცვალა მეორით, მაგრამ ამით რაღაც საბოლოოდ ჩამოყალიბდა ვითარება, როდესაც მეფის ან კონსენსუსი, რომ მეფის ძალაუფლება უნდა იყოს შეზღუდული, ანუ ჩამოყალიბდა ის სისტემა, რომელსაც დღეს უწოდებთ კონსტიტუციურ მონარქიას, მეფე მართავს, არსებობს, მაგრამ ის მართავს კონსტიტუციის და კანონების ფარგლებში, რომელსაც თვითონ არ იღებს, რომელსაც პარლამენტი იღებს. და ამის შემდეგ უკვე ინგლისში რევოლუცია აღარ მომხდარა, იმიტომ რომ ასეთი რამე საჭირო არ გამხდარა, რა თქმა უნდა ინგლისის პოლიტიკური სისტემა შეიცვალა თანდათანობით დიად რევოლუციის შემდეგ. ეს შეცვლა თანდათანობითი ევოლუცია შეეხო ძირითადად ორ საკითხს, ერთი რომ პირადად მეფის ძალაუფლება გახდა სულ უფრო თანდათანობით სულ უფრო ცერემონიული, სიმბოლური და მეორე მხრივ საარჩევნო უფლება, ანუ იმ ადამიანების, ასე ვთქვათ, წრე, ვინც ირჩევს პარლამენტს, ძალიან გაფართოვდა, მაგრამ ეს მოხდა ისევ თანდათანობით და მხოლოდ მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის მივიდა ინგლისის საყოველთაო საარჩევნო უფლებამდე, სადაც ასევე ქალებსაც აქვთ საარჩევნო უფლება, მაგრამ თვითონ ძირითადი, ასე ვთქვათ, პრინციპი სისტემისა ჯერ კიდევ ინგლისის დიადი რევოლუციის დროს ჩამოყალიბდა და სწორედ ამ დროს მოღვაწეობა და ჯონ ლოკი და მისი ეს მეორე ტრაქტატი სამოქალაქო ხელისუფლებაზე არის ერთგვარად ჩამოყალიბება იმ პრინციპებისა, რომელსაც ემყარებოდა ინგლისის დიადი რევოლუცია, თუმცა ეს გამოქვეყნდა უკვე თვითონ ამ რევოლუციის შემდეგ და პოპულარობა საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ მოიპოვა, მაგრამ აშკარაა, კავშირი ლოკის იდეებსა და ამ ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ ხდომილებას შორის. ლოკი ეს ამოცანა არის როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური, ის აკრიტიკებს იმ თეორიას, რომელსაც ემხრობოდნენ აბსოლუტური მონარქიის მომხრეები და ამას აკეთებს გაცილებით უფრო დაწვრილებით და სისტემურად ვიდრე აკეთებდა ჰობსი. ჰობსი უბრალოდ არ იზიარებს ამ თეორიას, მაგრამ მის კრიტიკაზე მაინც და მაინც დროს არ ხარჯავს. ლოკი ასაბუთებს, რატომ არ არის სწორი მეფეთა საღვთო თეორია, ის კერძოდ რობერტ ფილმერის ამ თეორიის მომხრის არგუმენტებს ეკამათება
ფილმერის აზრით, მეფის ხელისუფლება დაახლოებით გავს ოჯახში მამის ძალაუფლებას, ოჯახის უფროსის ძალაუფლებას, როგორც ოჯახს სჭირდება ხელმძღვანელი თავი, ასევე სახელმწიფოს სჭირდება თავი. ეს ერთგვარად ადასტურებს ეს ხედვა იმას, რომ ეს მეფე ეს არის რაღაც მეფის ძალაუფლება, ეს რაღაც ბუნებითი წესრიგის ნაწილი და ამიტომ ადამიანებს არ აქვთ უფლება ის ეჭვის ქვეშ დააყენონ. მაგრამ ლოკის ამოსავალი არის სწორედ ის, რომ პრინციპულად უნდა გავნიშნოთ ერთმანეთისგან ძალაუფლების სხვადასხვა სახეები. პოლიტიკური ძალაუფლება არის ერთ-ერთი ძალაუფლების სახეთაგან, რომელიც არსებითად განსხვავდება, თქვათ, მშობლების ძალაუფლებისგან შვილებზე. მამის ძალაუფლება ემყარება არა მხოლოდ იმას, რომ ის მამაა, ასე ვთქვათ, და ეკუთვნის ძალაუფლება, ამასაც ემყარება, რა თქმა უნდა, მაგრამ აგრეთვე იმასაც, რომ შვილები არიან მცირეწლოვანები, მათ არ აქვთ იმის უნარები და შესაძლებლობები, რომ საკუთარ თავს თვითონ მოუარონ და ამიტომ მამის ძალაუფლება შვილებზე გრძელდება მხოლოდ მანამდე, სანამ თქვათ, შვილებს არ აქვთ უნარი საკუთარი თავი შეინახონ. მას შემდეგ, რაც შვილები ხდებიან სრულწლოვანები, მათგან მამას ეკუთვნის შეიძლება პატივისცემა, მაგრამ მისი ძალაუფლება თავდება, სრულწლოვანი შვილები უკვე თავის თავს თვითონ მიხედავენ. რატოა ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ რა კი ადამიანები საერთოდ სრულწლოვანი ადამიანები, ქვეშემრდომები, სახელმწიფოს მცხოვრები ადამიანები ვარ სრულწლოვანები, გვაქვს გონება, გვაქვს უნარი, რომ ჩვენ თვითონ მივიღოთ გადაწყვეტილებები, ჩვენ აღარ შეგვიძლია და არ იქნება სწორი, რომ ჩვენ რაღაც თავისთავად მოცემულობად მივიღოთ ხელისუფლება, როგორც ის არის, დავემორჩილოთ უბრალოდ იმიტომ, რომ ის არის ხელისუფლება, არა პოლიტიკური ძალაუფლების განსხვავება, თქვათ, მამის ძალაუფლებისგან არის ის ლოკის აზრით, რომ პოლიტიკური ხელისუფლება ემყარება ქვეშემრდომთა თანხმობას, პოლიტიკური ხელისუფლება სჭირდება ქვეშემრდომთა თანხმობას, ის ლეგიტიმურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეშემრდომები მას ეთანხმებიან. აი, როგორი უნდა იყოს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ქვეშემრდომები დაეთანხმებიან, აი, ძირითადი ნაწილი სწორედ წიგნისა ამის დასაბუთებას, ამის ჩვენებას ეთმობა. ძალიან ბუნებრივია, რომ ლოკი შევადაროთ ჰობს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ამავე საუკუნეში იყვნენ და ორივე აი ამ მეფის და პარლამენტის აბსოლუტური მონარქიის და შეზღუდული პარლამენტის ბრძოლის კონტექსტში აზროვნებდნენ და ცხადია ლოკი ითვალისწინებს ჰობსის მოსაზრებებს, არამედ თვითონ მათი სქემას, თქვათ, როგორ ალაგებენ თავის თეორიას, საკმაოდ გავს ერთმანეთს, ამოსავალი თითქმის ერთ და იგივე აქვთ, მაგრამ შედეგები რადიკალურად განსხვავებული. ლოკიც ამოდის იქიდან, ისევე როგორც ჰობსი, აი ამ ბუნებითი მდგომარეობის ცნებიდან, სადაც არ არსებობს სახელმწიფო, ანუ ასევე ერთნაირად ესმით მათ, ბუნებით მდგომარეობას ქვია ისეთი მდგომარეობა, სადაც სახელმწიფო და კანონები არ არსებობს და ყველა ადამიანი არის შესაბამისად თავისუფალი და თანასწორი. მაგრამ ამ წანამძღვრიდან, ამ დასაწყისიდან ამ საწყისიდან ისინი შემდეგ სხვა გზით მიდიან და ამ განსხვავების ძირი არის იმაში, რომ მათ სხვადასხვანაირად ესმით ადამიანის ბუნება, თუნდაც ბუნებით მდგომარეობაში. ჰობსთან ადამიანის ერთადერთი მამოძრავებელი იყო საკუთარი სიცოცხლის დაცვა და მას არანაირი შეზღუდვები არ ჰქონდა, ყველაფერი დაშვებული იყო, ამიტომ არ არსებობდა არანაირი მორალური კანონი. ლოკი უკვე ბუნებით მდგომარეობაში უშვებს გარკვეულ შეზღუდვას, ეს შეზღუდვა რაღაცნაირად რელიგიას უკავშირდება, თუმცა არა რაღაც კონკრეტულ რელიგიურ მიმდინარეობას. კერძოდ ის ამბობს, რომ ადამიანს არ აქვს უფლება საკუთარი სიცოცხლე ხელყოს. ეს დაუშვებელია და ეს დაუშვებელია არ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს რაღაცნაირად არაბუნებრივია, არამედ იმიტომ, რომ სიცოცხლე მას მისცა ღმერთმა, ასე ვთქვათ, და ამიტომ მას აღარ აქვს უფლება ეს ღმერთის მიერ მოცემული სიცოცხლე ხელყოს. მაგრამ თუ ეს ლოგიკა არსებობს, მაშინ მას არ აქვს ასევე უფლება სხვა ადამიანის სიცოცხლე ჩააყენოს საფრთხის ქვეშ, თუ
ну მისგან რაღაც უშუალო კონკრეტული საფრთხე არ ემუქრება. ცხადია, თავდაცვის უფლება ყველას აქვს და შესაბამისად თავდასხმელი მე შემიძლია მოვკლა, მაგრამ თუ ის თავდასხმელი არ არის, ასე ვთქვათ, არაპროვოცირებული თავდასხმის უფლება არ მაქვს, იმიტომ რომ სხვა ადამიანის სიცოცხლე არ არის შემთხვევითობა, ის არის ღმერთის მოცემული, ასე რომ რაღაც შეიძლება მინიმალური სახით, მაგრამ რელიგიური საფუძველი ლოკის მოძღვრებას აქვს. Ну, ეს შეიძლება ვთარგმნოთ სხვა ენაზე, ვთქვათ, რომ ადამიანი თუნდაც გუნებით მდგომარეობაში არის მორალური არსება, ეს მორალური, ძირეული მორალური პრინციპები მას დასაბამითვე აქვს, ეს არის მისი ადამიანურობის ნაწილი და ну ყველაზე ასე ვთქვათ, ძირეული უფლება, ეს არის სიცოცხლის უფლება, ყველაზე ძირეული ღირებულება ეს არის სიცოცხლის ღირებულება და სიცოცხლე არ შეიძლება ხელყოთ არც სხვისი და არც საკუთარი. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ასევე რომ ლოკი აფართოებს აი ამ სიცოცხლის უფლებას, სიცოცხლის ცნებას, ის მას მჭიდროდ უკავშირებს თავისუფლების და საკუთრების ცნებებს, ანუ სიცოცხლის ხელყოფა ტოლფასია, ეკვივალენტურია თავისუფლების და საკუთრების ხელყოფის, უბრალოდ პირიქით, თავისუფლების და საკუთრების ხელყოფა ისეთივე მიუღებელია, როგორც სიცოცხლისა. რატომ? Ну, იმიტომ რომ თავისუფლებას თუ ხელყოფ ადამიანისა, ესე იგი მას იმონებ, დამონება კი ადამიანისა ნიშნავს, რომ ძალაუფლებას მოიპოვებ მის სიცოცხლეზე. შეიძლება ბატონმა მონა არ მოკლას, ეს მისი ნებაა, მაგრამ შეუძლია მოკლას ეს მის ნებასურვილზეა დამოკიდებული. ასე რომ მე თუ ვიღაცას ვემონები, ეს ნიშნავს, რომ ჩემს სიცოცხლეზე კონტროლს კარგავ. ეს არის ეკვივალენტური სიცოცხლის დაკარგვისა. და ასევე საკუთრებაც იმისათვის, რომ სიცოცხლე გავაგრძელო, არ არის საკმარისი, როგორც ამ წუთში ვცოცხლობ, მე უნდა შემეძლოს ვიზრუნო ჩემი სიცოცხლის გაგრძელებაზე, ჩემი სხვა სხეულის გამოკვებაზე. ეს შეუძლებელია საკუთრების გარეშე, ამიტომ მე თუ საკუთრება არ მექნება, ეს ნიშნავს, რომ მე სიცოცხლეს ვერ შევინარჩუნებ. ასე რომ ლოკის ნაზრებს გაზდევს ეს ეკვივალენტობა, ის ლაპარაკობს სიცოცხლის თავისუფლების და საკუთრების უფლებაზე და ну, ხანდახან თვითონ ასე ვთქვათ, აღნიშნავს ამას, რომ სიმოკლისთვის ვიტყვი მხოლოდ საკუთრებას და საკუთრების დაცვას და საკუთრების უფლებას რო ვიტყვი, ვიგულისხმებ სიცოცხლის და თავისუფლების უფლებებსაც, იმიტომ რომ ეს სამი რამე არის პრაქტიკულად ერთი და იგივე და ერთად უნდა მოიაზრებოდეს.